დღეს გადაცემა ექიმებში. ცხოვრება უსათვალოდ. როგორ მოვაგვაროთ მხედველობის პრობლემები წამებში? წუთნახევარში მხედველობა უჯობესდება. ლაქტოზის აუტანლობა. როდესაც ბავშვები რძის პროდუქტებს ვერ ინელებენ. ადვილი ნამდვილად არ არის. აუხსნა ბავშვს თუნდაც ის, რომ ვერ შეჭამს ნაყინს, ვერ შეჭამს შოკოლადს. ცნობილი თურქი ქირურგი სტუმრად ექიმებში. და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის რობოტული ქირურგია. ეს არის ბოლო სიტყვა მედიცინაში. ხარ თუ არა მითების მსხვერპლი? რა არიწევს სიმსივნეს? ექიმები იწყება. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დაცო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის მეტად საინტერესო სამედიცინო თემებზე. ცხოვრება პატარ-პატარა სიამოვნებებისგან შედგება და ერთ-ერთი პატარა ასეთი სიამოვნება, როდესაც წევხარ, ტელევიზორს უყურებ და ამ დროს საკმაოდ სასიამოვნო ძილი გერევა. რას ვაკეთებთ ასეთ დროს? გადავბრუნდებით და გემრიელად ვიძინებთ ხოლმე. ტელევიზორს სხვა გამორთავს, ან თუ ჭკვიანი ტელევიზორია თვითონ გამოირთვება. შენ კი ტკბილად გძინავს და აგრძელებ ყრინვას. კაია ხო? ფანტასტიკური შეგრძნება, ყველაზე ტკბილი ძილი მე რომ მკითხო ეგ არის. აი ეს უმნიშვნელოვანესი ცხოვრების სიამოვნება უკვე წლებია ჩვენს ლევანი ექიმს არ გამოუცდია. რატომ? ტელევიზორია რა? ტელევიზორი კი აქვს, მაგრამ როდესაც მას ტელევიზორთან ძილი მოერევა და სადარას ჩამოაგდებს თავს, უნდა ადგეს, მოიხსნას სათვალე, გამორთოს ტელევიზორი, დადოს სათვალე უსაფრთხო ადგილზე და ამ დროს შეიძლება ძილი საერთოდ აღარ მოგინდეს. ეგრეა ლევან. თან სათვალე ეს შორს უნდა დავდო და სადმე მაღალზე რომ ჩემი შვილები არ მიწვდნენ. მოკლედ უნდა ვაღიაროთ რომ სათვალეს გარკვეული დისკომფორტი ნამდვილად ახლავს. ამიტომ ლევანი დღეს იმის გასარკვევად წავიდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად თუ რაიმე გზა არსებობს და არსებობს კი რომ გზა. კი, ტელევიზორთან ჩაგეძინოს. ტელევიზორთან ჩაგეძინოს სათვალის და მე კომფორტულად გააგრძელო ძილი. ჩვენ ამ ყველაფერს ვნახავთ ვიდეოში. მე შორს მხედველი ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემთან ახლოს მდებარე ნივთების დასანახად ჭირდება სათვალე. სათვალეს დიდი ხანია ვხმარობ, ის თითქოს უკვე ჩემი სხეულის ნაწილიც კი გახდა, უჩვეული ვარ მას, მაგრამ მე ძალიან აქტიური ცხოვრების წესი მაქვს, ვარჯიშობ, დავბივარ, ფეხბურთს ვთამაშობ, სხვადასხვა სპორტული აქტივობებით ვარ დაკავებული და ამ დროს სათვალე ნამდვილად მიქმნის ხოლმე დისკომფორტს, ამიტომ დღეს გადავწყვიტე, რომ უფრო დეტალურად გავიგო იმის შესახებ, როგორ ხდება მხედველობის კორექცია. გამარჯობა. გამარჯობა. გესალმებით. შეიძლება გითხარით, როგორ კეთდება მხედველობის კორექცია? კეთდება სპეციალური ორი განადგარი საშუალებით, ანუ ორი ლაზერის საშუალებით. რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ეს არის პირველი ლაზერი, ფემტოლაზერი, რომლის საშუალებითაც კეთდება ანათალი რქოვანაზე. ახლა დაგეკთა ანათალი. სულ 15 წამი დაჭირდა ამ ყველაფერს. შემოვატრიალებთ პაციენტს და გადავიყვანთ ექსმერ ლაზერზე. და ექსმერ ლაზერის საშუალებით ხდება რქოვანის წინაშეების აორთქლება. ამის საშუალებით -3 პაციენტი ჩამოვა ნულზე. როგორ ხსნათ თავს? ნატო როგორ ახლა? ტკივილი არ მიგონია. ჩვენ პაციენტს ჰქონდა ეგრეთ წოდებული ახლომხედველობის პრობლემა, რომელიც რამდენიმე წუთში შეიძლება ითქვას, რომ მოგვარებულია, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. რატო როგორც პაციენტი აღნიშნავს, აბსოლუტურად უმკივნეულო და ის სამუდამოდ დაემშვიდობება სათვალეს. ლევან, საკმაოდ მარტივად მიდიოდა პროცედურა, რაც ჩვენ ვნახეთ ვიდეოში და მოგვიყევი როგორ ჩაიარა ამ კი, პრინციპში გვერდიდან როცა უყურებ, ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს, მაგრამ როცა ეს მაშინ ხდება, როდესაც ძალიან გამოცდილი ექიმი მუშაობს. ხო, დაგაფიქრა ამ ყველაფერმა შენ. დამაფიქრა როგორც პაციენტი და როგორც ექიმი. პაციენტობაზე დაფიქრება ამ შემთხვევაში. აი, ნახოთ რა, ისე წარადგინეთ თქვენ ტელევიზორთან ჩაძინების ამბავი, რომ ძალიან მომინდა რომ ერთხელ მაინც გამოვცადო ეს ყველაფერი. მოდით სტუდიაში დავპატიჟოთ ექიმი, რომელიც მხედველობის კორექციას აკეთებს. New Hospitals's თვალის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მიშა ომიაძე. მადლობა.
გამარჯობა, დიდი მადლობა მომგზავრებისთვის გაგზავნით. მართლაც სათხოვნა შემოგთავაზებთ. ბატონო მიშა, ოპერაცია რომ რთული არ არის, ეს ჩვენ უკვე ვნახეთ. მაყურებელს ალბათ აინტერესებს თვალის რა პრობლემების მოგვარება შეიძლება ზუსტად აი იმ მეთოდით, რომელსაც ჩვენი კოლეგა ლევანი დაესწრო. ხედლობის ლაზერული ტექნოლოგიით კორექცია ტარდება პაციენტებზე, რომელსაც აღნიშნებათ ახლომხედველობა, შორსხედველობა და ასევე ასტიგმატიზმი. femto-XMR ლაზერი გამოიყენება აი ამ რეფრაქციული მანკების, ასე ვთქვათ, გამოსტობების მიზნით. ეს რას ნიშნავს? მაგალითად, ახლომხედველი პაციენტი, რომელიც კარგად ხედავს ახლოს, მაგრამ ვერ ხედავს შორს, მის თვალზე ორი ლაზერის საშუალებით ხდება რქოვანის წინა ზედაპირის გარდატეხის ძალის შეცვლა. რქოვანაზე კეთდება მიკროანათალი, როგორც თქვენ ხედავთ, ქირურგი წევს ამ მიკროანათალს ვერტიკალურად. შემდგომ უკვე მეორე ლაზერი, XMR ლაზერი აკეთებს დასხივებას დარჩენილ რქოვანაზე. ხდება რქოვანის ზედაპირული შრეების აორთქლება და ამის ხარჯზე ხდება რქოვანის გარდატეხის ძალის შეცვლა. რამდენხნიანი პროცედურაა ეს? როგორც ნახეთ, აქ ორი ლაზერი კეთდება ოპერაცია. პირველ ლაზერს ქვია femtolazeri, აკეთებს სწორედ განაკვეთს. 15 წამში კეთდება ეს განაკვეთი. შემდეგ პაციენტი გადადის მეორე ლაზერზე, XMR ლაზერზე, სადაც 35-40 წამი ხდება. მე ლევანის მინდა ვკითხო, რთული საყურებელია ეს პროცედურისთვის შენ თვითონ როგორც პაციენტი, მაგალითად, როგორი განწყობით შეხედავდი ამას? ადვილად წახვიდოდი ამ პროცედურაზე თუ დაფიქსდებოდი? ეს ალბათ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ყველა პაციენტმა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ სათვალე მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიჩვეული ვარ, ხშირად ისეთ დისკომფორტს მიქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ არ არის გამორიცხული, რომ მალე მეც გადავწყვიტო, რომ გადავდგა ეს ნაბიჯი და გავიკეთო. ყოველ შემთხვევაში მანიპულაცია არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, პაციენტისთვის კომფორტული პირობებია შექმნილი და რაც თავარია ძალიან სწრაფად თავდება ეს მანიპულაცია. ოპერაციას ელოდები უნდა გაგრძელდეს რაღაცა უსასრულო. პროცედურის საჭირო არის წუთი-წუთნახევარი. და ამ წუთნახევარში უკვე შედეგს ხედავს პაციენტი. წუთნახევარში მხედველობა უმჯობესდება, მაგრამ საბოლოო შედეგი უკვე საღამოს 11-12 საათზე უკვე პაციენტი კარგად ანუ ხედავს. იმავე დღეს პაციენტს აქვს შედეგი. ბატონო მიშა, თქვენ ჩამოთვალეთ, რომ ლაზერული კორექცია კეთდება შორსხედველობის, ახლომხედველობის და ასტიგმატიზმის დროს. მოდით მაყურებელს განვუმარტოთ თითოეული მათგანი რას ნიშნავს? ეს არის რქოვანა, სწორედ რქოვანა და თვითონ თვალის სიგრძე განაპირობებს სამ ანომალიას: შორსხედველობას, ახლომხედველობას და ასტიგმატიზმს. რქოვანას აქვს სფერული ფორმა. ანუ სფერული ფორმა რას ნიშნავს, რომ მისი სიგრძე და სიგანე არის ერთი და იგივე. ხოლო ასტიგმატიზმის შემთხვევაში რქოვანას სფერული ფორმა კი არ აქვს, არამედ წაგრძელებული, ეგრეთ წოდებული რეგვის ბურთის ფორმა აქვს. ამის გამო რქოვანის ზედაპირი არის უსწორმასწორო, სწორედ ესეთი რქოვანის ფორმა განაპირობებს ასტიგმატიზმს. ასტიგმატიზმი შეიძლება ითქვას, რომ ამ შორსხედველობას და ახლოსხედველობასთან შედარებით უფრო რთული ვარიანტია. მარტივად რო ვთქვათ მაყურებელს იმის გამო რომ რქოვანა არასწორი არათანაბარი ფორმის არის, ჩვენი თვალის გაურკვეველი ნაწილი შეიძლება ითქვას შორსხედველია, მეორე ნაწილი ახლომხედველი, ანუ შერეული არამკაფიო გამოსახულებას ხედავს პაციენტი. აი ამ კორექციის შემთხვევაში ასტიგმატიზმი ყველაზე რთული გასასწორებელია? არა, ესე მარტივად სწორდება ასტიგმატიზმი, როგორც ახლომხედველობა. შეიძლება რამოდენიმე წამით მეტი დაჭერდეს ასტიგმატიზმის გასწორებას. ასტიგმატიზმი მეტნაკლებად ავხსენით. მოდით ახლა ვნახოთ თუ რას ნიშნავს ახლომხედველობა. ამ ფოტოში ნაჩვენებია თუ როგორ ხედავს ახლომხედველი ადამიანი. მისთვის ახლომდებარე საგნების მკვეთრად ჩანს, ცოტა შორს მოთავსებული საგნები კი საკმაოდ ბუნდოვანია. აი ამ ფოტოზე კი როგორც ხედავთ არის შორსმხედველი ადამიანის აღქმა გამოსახული. მისთვის პირიქით არის ეს ყველაფერი. შორსმხედველობა უფრო პრობლემატურია, ვიდრე ახლომხედველობა. ახლომხედველობის დროს ადამიანი ახლოს ხედავს და კითხულობს თავისუფლად. შორსმხედველობის დროს ვერც შორს და ვერც ახლოს ვერ თუ კითხულობს. არსებობს კიდე სხვა პათოლოგიები, რაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ლაზერის სხივით. არის ესეთი დაავადება კერატოკონუსი, რომლის დროსაც ასევე არის გამოხატული რქოვანის უსწორმასწორობა, იმიტომ რომ ამ დროს ხდება რქოვანის დათხელება. და ამ უსწორმასწორობის გამოსასწორებლად ჩვენ რქოვანაში აკეთებს ლაზერის საშუალებით ქირურგი სპეციალურ არხებს და ამ არხებში უკვე იდგმება შემდეგ კალები. მანუალურად ან ხელით, მაგრამ არხი თვითონ კეთდება ლაზერის საშუალებით. ადრე ამას ვაკეთებდით ხელით, დანის საშუალებით ვაკეთებდით გვირაბს. საკმაოდ რთულია, რაც უნდა გამოცდილი ქირურგი იყოს. და ასევე ამ ლაზერის სხივს ჩვენ გამოვიყენებთ ისევ და ისევ კერატოკონუსში, ოხონ უკვე მეოთხე სტადიაში, როდესაც ხდება რქოვანის გადანერგვა. ჩვენ ჩამოვყავთ სპეციალურად რქოვანები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვაკეთებთ ლაზერული სხივით მის ამოკვეთას, ასევე ხდება ამოკვეთა პაციენტის თვალზე იგივე დიამეტრით და შემდეგ ხდება გადანერგვა დონორის რქოვანის პაციენტს. ბატონო მიშა, როცა ადამიანს ამათგან რომელიმე პრობლემა აქვს და ატარებს სათვალეს. ლაზერული ჩარევის შემდეგ მხედველობა ისე სწორდება, რომ სათვალე და მოიხსნას და შეინახოს საღამოს 11 საათზე? ჩვენ გვაქვს სპეციალური აკვარიუმი, ესე თქვა და პაციენტები როდესაც მოდიან, ტოვებენ სათვალეებს შიგნით და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან დიდი კოლექცია გექნებათ სათვალეების. არა, ზოგიერთი მაინც ისე არ უნდა დაშორება და მაინც
რელიქტის მე დამენანებოდა ჩემი სათვალე. ნებაყოფლობითია თქო. მოკლედ სათვალის დატოვება აუცილებელი არ არის ლევან, მაგრამ შეგიძლია გაისწორო მხედველობა და სათვალე უბრალოდ შეინახო სახლში. სუვენირად. ლევანმა უკვე გითხრა და დაეჯერება ნამდვილად სათვალეს ახლავს გარკვეული დისკომფორტები, არ არის სასიამოვნო სახვარი, ყველაზე ესეთ უხერხულობა ალბათ მაინც სიცივიდან სითბოზე რო შედიხარ ლევან და იორთქლება და რაღაც დრო არაფერი არ ჩანს, ეს იქნება ყველაზე დიდი დისკომფორტი. წვიმაშიც რო სოლდება ძალიან ესა პატარა წვეთები აქვს ხომ ეს მაგარ დისკომფორტი. გარუჯვის დროს რო მოვიხსნით, მე თეთრი რგოლები მაქვს. მოკლედ ეს ყველაფერი უკვე მოვისმინეთ და ძალიან სანდო წყაროების გარო სათვალე დისკომფორტია და თუ თქვენ დაგღალათ თქვენმა სათვალემ აი ამ ყველაფრის გადატანამ, ორთქლმა, წვიმამ, ბზემ და ასე შემდეგ და თქვენ გაქვთ ერთი ძალიან დიდი სურვილი რომ გამოემშვიდობოთ სათვალეს, მაშინ ლაზერული კორექცია შესაძლოა თქვენი საუკეთესო არჩევანი იყოს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მიხეილ, ასეთ საინტერესო საუბრისთვის. ცოტა ხანში ექიმებში. ცნობილი თურქი ექიმი გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ კოლორექტალურ სიმსივნეს. მანამდე კი გაიგეთ უფრო მეტი ულაქტოზო პროდუქტების შესახებ. ბევრი ბავშვისთვის საუზმეზე ერთი ჭიქა რძე ან ერთი ნაჭერი ყველი შუადღისით შესაძლოა მუცლის ტკივილის მიზეზი გახდეს. გაზების დაგროვება დაერთოს ამ ყველაფერსთან და განვითარდეს საბოლოოდ დიარეა, რაც ბავშვისთვის დამერწმუნეთ ძალიან დიდი დისკომფორტია. ბავშვებს, რომელთაც რძის პროდუქტების მონელების მსგავსი პრობლემა აქვს, შეიძლება სჭირდათ ლაქტოზის აუტანლობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ ორგანიზმს ლაქტოზის, ანუ რძეში შემავალი შაქრის მონელება არ შეუძლიათ. ლაქტოზის აუტანლობა ხდება მაშინ, როდესაც სხეული არასაკმარისი რაოდენობით გამოიმუშავებს სპეციალურ ენზიმს ლაქტაზს. ლაქტაზი აუცილებელია იმისთვის, რომ რძის პროდუქტებში შემავალი შაქარი დაიშალოს და გადამუშავდეს. თუ ლაქტაზი არ არის, რძის პროდუქტების მონელება შეუძლებელი ხდება. როცა წვრილ ნაწლავში რძის პროდუქტები არ იშლება, ის მსხვილ ნაწლავში გადადის დაუშლელი სახით, სადაც მას ბაქტერია გაზებად გარდაქმნის. სწორედ ეს იწვევს მუცლის ტკივილს. ბავშვებისთვის კი ლაქტოზის აუტანლობა ნიშნავს, რომ მათ ნაყინის რძიანი შოკოლადების და ბევრი სხვა გემრიელი რაღაცების გარეშე უწევთ ცხოვრება. ეს ერთი შეხედვით რთულია, მაგრამ თქვენ დღეს გაიცნობთ უმაგრეს ადამიანებს, რომლებმაც ამ პრობლემების მართვა შეძლეს. ჩვენთან სტუმრად არიან ელისაბედი, ანასტასია და საბა, დედიკოსთან შორენა გაგუასთან ერთად. ლაბერჯობა ბოგდანი ბახმარის წყალშემოთავაზე ამასობაში გაგვეცანით. ჩემი შვილები არიან საბა, ელისაბედი, ანასტასია. საბა რომელი არ ვიკითხავდა, ელისაბედი და ანასტასია უნდა გაგვეცნოთ. ელისაბედია შუათანა, ეს პატარა ანასტასია. მოგვიყევით თქვენს ოჯახში როდის გაჩნდა ლაქტოზის აუტანლობის პრობლემა და რომელს შეეხო პირველად ეს? ჩვენს ოჯახში გაჩნდა, როცა მეორე ბავშვი დაიბადა, ანუ ელისაბედი როცა დაიბადა, საბასთან არ ქონია მსგავსი პრობლემა. და ანასტასიასთანაც იგივე პრობლემა დაგვეწყო, მაგრამ ელისაბედთან 2 წლის შემდეგ რაღაც ეტაპობრივად ეს პრობლემა დავძლიეთ და არა გვაქვს. ანასტასიასთან ჯერ კიდევ როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ მიხვდით დიაგნოზამდე, საინტერესოა. სხვათა შორის დიაგნოზამდე თითქმის ერთი თვე დაგჭირდა და ვერ ხდებოდა ამის დიაგნოსტირება და უკვე ერთი თვის ასაკში დაისვა ეს დიაგნოზი და საკმაოდ სწავად მიმდინარეობდა, ქონდა მუდმივი დიარეა, ღებინება, წონაში კლება, ანუ ბავშვი დაიბადა 3 კილო და 300 გრამს იწონიდა და ერთი თვის ბავშვი იყო 3 კილოგრამი. როგორც კი მოხსენით შემდეგ ეს ბუნებრივი კვება, ანუ ბავშვი აი მეორე დღიდანვე შეიძლება ითქვას, რომ წამოვიდა უკეთესობისკენ. ეხლა რა ეტაპზე ხართ? მოგვიყევით თუ შეიძლება. მხოლოდ რძის პროდუქტებიდან მხოლოდ ყველის მიღება შეუძლია. დანარჩენი რძის პროდუქტებს ღებულობთ, ანუ ულაქტოზო კვებით, რაც არის. რამდენად ადვილია, რომ ასეთ მცირე ასაკის ბავშვს აუხსნა ეს ძალიან ყველაფერი? რთულია, ადვილი ნამდვილად არ არის. რომ აუხსნა ბავშვს თუნდაც ის, რომ ვერ შეჭამს ნაყინს, ვერ შეჭამს შოკოლადს, ვერ შეჭამს ტორტს. ანუ ელისაბედმა ამ ყველაფერზე უარი თქვა? შეძლებს და გვარად. ბავშვები საერთოდ მე მაგას ვამბობ ხოლმე, ბავშვები გაცილებით უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ეს უფროსებს გონიათ ხოლმე. ბევრი უფროსი ადამიანი ვერ ხვდება ხოლმე, რომ ისეთი რაღაც არ უნდა მიიღოს, რაც მის ორგანიზმს ვნებს და პატარები კიდე ამ ყველაფერს ძალიან კარგად გებულობენ და ძალიან კარგად ასრულებენ კიდეც. ასე რომ მე მგონი ჩვენი პატარა სტუმარი ტაშს იმსახურებს ჩვენი სტუდიაზე. ელისაბედ, გითხარი, ახლა გიყვარს რძის პროდუქტები? ძალიან. მაინც რომელი გიყვარს ყველაზე მეტად? ნაყინი, შოკოლადი და სხვა მრავალი ტკბილეული. მაინც ის უყვარს რაც არ ეჭმევა, ხო? მოდი ხა სხვა ბავშვებს ვისაც ჩვენსავით არ ეჭმევა ყველაფერი, ხო? ის პროდუქტები, რომელიც ჩვენ ჩამოთვალეთ. მიეცი რაღაცა რჩევა, როგორ უნდა მოიქცენ, რა შეიძლება რომ ამ ყველაფრის მაგივრად მიირთვან და მაინც კმაყოფილები იყვნენ. თავი უნდა შეიკავონ. ეგრო ძალიან რთულია. თავი უნდა შეიკავონ რძის პროდუქტის მიღებისგან, ხო? მაგრამ ხო შეიძლება რაღაც პროდუქტების მიღება, შენც ხო იღებ რაღაც? ყველი შეუძლიათ მიირთვან.
და მინდა დაგეხმარო სამ ყველაფრის სწორად შერჩევაში. მე ხა მივხვდი ეგ საბას რა როლი აქვს ოჯახში. ის აკონტროლებს რომ გოგოებმა არ მიირთვან ისეთი რამე, რაც მათ არ ეჭმევათ, ხო? დიახ. ეხმარები ხოლმე საკვების შერჩევაში. დიახ. აი როგორი მზრუნველი ზამიკო არის. მე მგონი ისიც სტაჟს იმსახურებს შენს. შორინა საკმაოდ რთულია ბავშვებს მართლა ყველაფერი აუკრძალო. როგორ მოახერხეთ ყოველდღიურად სამ ბავშვს აუხსნათ რა უნდა მიირთვან, რა არ უნდა მიირთვან, როგორ უნდა შეარჩიონ სწორად? რთული მოსაგვარებელი ის რომ აუხსნა და გააგებინო ბავშვი, მცირეწლოვანი რომ შენთვის ეს არ შეიძლება. საბედნიეროდ ახლა არის ჩვენს ბაზარზე ისეთი აი ულაქტოზო საკვებიც, ეს ულაქტოზო რძეც არის, ხაჭოც, იოგურტები ყველაფერი და მაგით ვანაცვლებ. ხაჭო, იოგურტი, რძე ყველაფერში არის გამოსავალი ის რომ უნდა შევარჩიოთ აუცილებლად ულაქტოზო. ულაქტოზო აუცილებლად. ჩვენ გვაქვს ულაქტოზო რძის პროდუქტები და ძალიან გვინდა რომ გაგიმასპინძლდეთ, მაგრამ ცოტა ჩვენ გვეშინია, იმიტომ რომ ნაკლებად ვიცით ასე ვთქვათ ულაქტოზო პროდუქტების მოხმარების შესახებ და თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ, იმიტომ რომ ჩვენზე გამოცდილები ხართ ამ საკითხში. რა სიტყვი ანასტასიაში? აიღეთე. აიღე. შეიძლება ეს ულაქტოზო. მაინც გადაამოწმა დედასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უთხარით ულაქტოზოა ეს პროდუქტი, დედიკოსთან გადამოწმების შემდეგ აიღო მხოლოდ პროდუქცია. მე მგონი ეს უფროსებსაც გამოადგებათ, როგორ უნდა უვლიდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და როგორ უნდა აკვირდებოდნენ საკვებს, რასაც იღებენ. აპლოდისმენტები ჩვენს პატარა მეგობრებს. ბავშვებო, ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა. თქვენ ხართ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითი და არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც, რომელსაც რაღაცები არ ეჭმევათ, მაგრამ ეს ავიწყდებათ ხოლმე სამწუხაროდ. ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ თქვენ გიყვართ რძის პროდუქტები და ამიტომ ევროპროდუქტებმა გამოგიგზავნათ ულაქტოზო რძის პროდუქტები. ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის მავნებელი ნამდვილად არ იქნება, შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელად და ეხლა ამ კალათას გადმოგცემთ თქვენ. აი ესეთი კალათაა. ბავშვებს კიდევ ერთხელ ძალიან მაგარი აპლოდისმენტები და ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. უღრმესი მადლობა. ლაქტოზის აუტანლობა ბევრი მშობლისთვის არის პრობლემა და დარწმუნებული ვარ გაინტერესებთ როგორ უნდა გაუმკლავდეთ მას. ჩვენ ახლა ექიმი შემოგვიერთდება და ყველა ჩვენს კითხვას უპასუხებს. მიესალმეთ ალერგოლოგი პროფესორი მაია გოთუა. ბახმაროს წყალს შემოგთავაზებთ. პირველ რიგში როგორ უნდა გაიგოს მშობელმა რომ მის შვილს ლაქტოზის აუტანლობა აქვს, იმიტომ რომ საკმაოდ რთული არის ამის დადგენა, იმიტომ რომ ის ჭივილები რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს, ბევრ სხვა დაავადებასაც ახასიათებს ხოლმე. სიმპტომებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომლითაც მშობელი ექიმს ეხმარება. სიმპტომებზე უკვე თქვენ ბრძანეთ, რაც არის აირები, დიარეა, მუცლის შებერვა, ტკივილები, სპაზმი, გულისრევა, რაც უფრო მეტი არის მიღებული რძის რაოდენობა, ან პროდუქტების რაოდენობა, მით უფრო მეტი არის ამ სიმპტომების გამოვლინების სიმძაფრე. ასევე უნდა გატარდეს ყველა იმ დაავადებასთან დიფერენციალური დიაგნოზი, რომელიც თქვენ სამართლიანად ბრძანეთ, რომ იგივე სიმპტომებით შეიძლება მიმდინარეობდეს. ძალიან ხშირად ხვდებით ბავშვებს, სადაც გვიწევს გარჩევა. ეს არის ლაქტოზის აუტანლობა და თუნდაც ალერგია, იმიტომ რომ ალერგია შეიძლება განვითარდეს სწრაფად. რძის პროდუქტის მიღების შემდეგ დაახლოებით 9 საათიდან 2 საათის ფარგლებში შეიძლება მოხდეს ასეთი ძაფრი სიმპტომების განვითარება, რაც სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციებისთვის ძალიან არის დამახასიათებელი. პირველი, რაც შეიძლება მარტივად გაკეთდეს, ეს არის დიეტის დაცვა. გამოირიცხოს თქვა რძის პროდუქტები, თუ ეს ასაკით შედარებით დიდი, ახლა რა უნდა ეკნა დედას, როდესაც ეს პატარა ბავშვი იყო და ბუნებრივ კვებაზე იყო. ამიტომ ყველაზე მარტივი, თქვა ძალიან პატარა ასაკში არის ულაქტოზო დიეტის დანიშნვა. ამიტომ მარტივია, იმიტომ რომ არაფერს ამითი არ აფუჭებ, აძლევ ულაქტოზო ნარევს, ასეთი ძალიან ბევრია და იმ წუთშივე გაუმჯობესება. ფაქტიურად დიაგნოზი გაქვს უკვე დასმული. ყველაზე ხშირი ჩივილი, ასე ვთქვათ, მშობლების მხრიდან რაც არის ის, რომ აი თუ ჩემი შვილი რძეს ვერ იღებს, ან რძის ნაწარმს ვერ იღებს, როგორ უნდა მიიღოს ის ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც არის კალციუმი. და ანუ ეს ძალიან აღმაშფოთებელი შეიძლება იყოს მშობლისთვის. დაუშვათ დაისვა დიაგნოზი ლაქტოზის აუტანლობა. ამ შემთხვევაში რითი შეგვიძლია დავამშვიდოთ ესეთი მშობლები? იცით რა არის? აქაც არის ხარისხი აუტანლობის. ეს არ არის სამწუხაროდ მარტო ბავშვების ხვედრი. ბევრ ბავშვს გაზდის მოზრდილის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მეორადადაც განვითარებული. მაგალითად, დაავადებების დროს, როდესაც კუჭნასლავრის ტრაქტი ზიანდება, მაგალითად ინფექციური დაავადებები, გენეტიკური განწყობა, რომელიც მოზრდილ ასაკში შეიძლება განმაპირობებელი იყოს ადამიანებში ლაქტოზის აუტანლობის განვითარების მიზეზი. ესეთი ბევრი მოზრდილი ადამიანი
ადამიანია, რომელიც პრაქტიკულად ჯანმრთელია, მაგრამ ახერხებს მარტო რძის გარკვეული მოცულობით მიღებას. არის ესეთი რეკომენდაცია, რომ ის მინიმალური რაოდენობა საკვები რძის მოცულობისა, რომლის მიმართაც ტოლერანტული არის მოზრდილი თუ ბავშვი, გაიყოს ორ ნაწილად და სხვა საკვებთან ერთად იყოს მიცემული. ანუ არის რაღაც დოზა, რომელსაც პატიობს ასე ვთქვათ ჩვენი ორგანიზმი. და დანარჩენი უკვე ხდება მისი შევსება. შევსება აუცილებლად ვთქვათ იმ კალციუმის პრეპარატებით, D ვიტამინით და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იმდენად დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გქონდეს ულაქტოზო პროდუქტი, გარდა იმისა, რომ ეს დიდი სიამოვნება არის ჩვენი ბავშვებისთვის ნაყინის თუ ტკბილეულის მიღების სახით, ეს არის აუცილებელი სასარგებლო საშენი მასალა, რითაც უნდა ბავშვის ორგანიზმი განვითარდეს. ძალიან კარგია, რომ ბაზარზე არსებობს უკვე ესეთი საკვები, რომელიც შეგვიძლია ჩავანაცვლოთ, თქვათ, მზის პროდუქტები, მაგრამ რამდენად ხარისხიანია ეს პროდუქტები და რამდენად სრულფასოვნად ჩაანაცვლებენ ისინი რძის პროდუქტებს. აი, მაგალითად, კალციუმზე გითხათ და თომ ხო, შეიძლება რა თქმა უნდა ასეთ პროდუქტებშიც იყოს კალციუმი. სხვა ის მიკროელემენტები, თქვათ, და ის ენერგეტიკული ღირებულება, რაც რძის პროდუქტებს უნდა ქონდეს, გააჩნია ასეთ პროდუქტებს. იცით, ეს ყველაფერი არის დამოკიდებული, რომელ პროდუქციაზე ვსაუბრობთ. ულაქტოზო პროდუქცია ძალიან უხვი არ არის. გულისხმობ იმ პროდუქციას, რომელიც შეიძლება უკვე მოზრდილ ასაკში, არა თოთო ბავშვისთვის, არამედ, თქვათ, წლის მერე შეიძლება იყოს გამოყენებული. ესეთი რძის პროდუქცია, რომ იყოს სასარგებლო თავისი თვისებებით, მნიშვნელოვანია, რომ იყოს მიღებული ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მას კონდეს ისეთი წარმოების პროცესი, რომელიც თავისუფალი არის ემულგატორებიდან, ყველა დანამატისაგან. აი ჩვენ მაგალითად წარმოდგენილი გვაქვს ვალიოს პროდუქცია, აქ ხედავთ ხაჭოს, რძეს და რა ვიცი, იოგურტი. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ფინური პროდუქტი. ამ ეკოლოგიურ სისუფთავებში გულისხმობთ ჰაერს, წყალს, ბალახს, რომელსაც ძროხა მოიხმარს, რაც რძეს ქმნის უნიკალურს და შესაბამისად რძე თუ ასეთი ხარისხიანია, ხარისხიანი გამოდის ყველა ის პროდუქტი, რომელიც მისგან არის ნაწარმოები. ანუ აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად ვივარაუდოთ ის, რომ სრულიად შეიძლება ჩაანაცვლოს ულაქტოზო პროდუქტმა, ამ შემთხვევაში რჩეულებრივი რძის პროდუქტები. დიახ, და შაქარი, ლაქტოზა დაშლილია, გლუკოზად და galactozად და უკვე იმ ფორმით არის წარმოდგენილი, რომელიც არ ქმნის პრობლემას. ამდენად სასარგებლოა, გემრიელია და ჩვენს ბავშვებსაც უხარიათ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია ჩვენთან სტუმრობისთვის. მე მგონი ძალიან კარგად აუხსენით მაყურებელს თუ რა არის ლაქტოზის საუდანლობა, როგორ უნდა მოხდეს დიაგნოსტირება და რაც მთავარია, უკვე არსებობს ესეთი სიახლე, რომ საქართველოშიც ჩვენ ბაზარზეც არსებობს ლაქტოზისგან თავისუფალი პროდუქტები, რძე, ხაჭო, იოგურტი, ესეთი პროდუქტები, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ, თუ ისინი შეიძლება ითქვას იტანჯებიან ლაქტოზის საუდანლობით, მათ შეუძლიათ ასეთი პროდუქტები მიირთვან, რაც მათთვის ძალიან კარგი ამბავია ჩვენი აზრით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ცოტა ხანში ექიმებში. მსახიობი მიშა ანდღულაძე ექიმების კაბინეტში. მანამდე კი ექიმებში კოლორექტალური სიმსივნე და რობოტული ქირურგია. კოლორექტალური, ანუ მსხვილი და სწორი ნაწლავების კიბო მესამე ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოში. ყოველწლიურად კოლორექტალური კიბოს დაახლოებით 1.400.000 ახალი დიაგნოზი ისმება და კიბოს ამსახეობით ჩვენს პლანეტაზე თითქმის 700.000 ადამიანი კვდება ყოველწლიურად. ასეთი სიკვდილის უდიდესი ნაწილის თავიდან არიდება იქნებოდა შესაძლებელი ადამიანები, რომ დროულად მიდიოდნენ შემოწმებაზე და პერიოდულად კოლონოსკოპიას იტარებდნენ. სამწუხაროდ ასე არ იქცევიან, ამიტომ ამ დაუდევრობით 10,000-ობით სიცოცხლე ისპობა დედამიწაზე. ყველაზე ხშირი სურათი ასეთია, პაციენტი ძალიან გვიან მიდის ექიმთან, ამ დროს მისი მსხვილი ან სწორი ნაწლავის სიმსივნე უკვე ბოლო სტადიაზეა და ექიმი და პაციენტი იწყებენ თითქმის განწირულ ბრძოლას სიმსივნესთან. ეს არის რადიაცია, ქიმიოთერაპია, ქირურგიულ დაგვიანებულ ოპერაციებს და უმეტესწილად, რა თქმა უნდა, შედეგი უარყოფითია. დღეს ჩვენთან მოვიდა ადამიანი, რომელიც კოლორექტალურ სიმსივნეს უახლესი რობოტული ქირურგიის საშუალებით მკურნალობს. ეს არის ბოლო სიტყვა მედიცინაში. ჩვენთან სტუმარი თურქეთიდან ჩამოვიდა. გთხოვთ მიესალმეთ თურქეთის ლივ ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი, ისტინია უნივერსიტეტის დეკანი, ზოგადი ქირურგი პროფესორი ოქთარ ასოღლუ. მოგესალმებით, მიირთვით ბახმაროს წყალი, გვიხარია თქვენი სტუმრობა. თურქეთში თქვენს ჰოსპიტალში ჩვენ პირადად ვართ დამყოფი რამოდენიმე თვის წინ და ძალიან მიხარია რომ აუკავშირს არ წყვეთ და დღეს თქვენ ესტუმრეთ ექიმებს. ჩვენს მაყურებელს დაახლოებით წარმოდგენა რომ შეექმნოს თქვენ შესახებ ვეტყვი რომ ბატონ ოქთარ ასოღლუს ძალიან შთამბეჭდავი სამედიცინო კარიერა აქვს. მას
უსწავლია და უმუშავია მედიცინის მხრივ ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მეიოს კლინიკა ამერიკაში, სადაც მას ასევე აქვს ნამუშევარი. მეიოს კლინიკა ექიმისთვის არის იგივე რაც ასტრონავტისთვის NASA. ან ფეხბურთელისთვის რეალ მადრიდი. კარგი, რომელშიც თქვენ საქმიანობთ, ჩვენი მაყურებლისთვის სრულიად უცხოა. ყველა საინტერესებს რა არის რობოტული ქირურგია. ზოგ შეიძლება გონია, რომ ეს არის ოპერაცია, რომელსაც მხოლოდ რობოტი ატარებს და ადამიანის მონაწილეობა ამაში არ არის საჭირო. მოდით ავუხსნათ მაყურებელს თუ რა ოპერაციებია ეს, რა ტექნიკით ტარდება და ასე შემდეგ. Good evening everyone. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ თქვენი გადაცემის სტუმარი ვარ. მე უკვე მეორედ ვარ თბილისში, ძალიან კარგი ქალაქი გაქვთ. რობოტული ქირურგია. ეს უფრო ხელოვნების დარგია. მასში უახლესი ხელსაწყოები გამოიყენება. რობოტული ქირურგიის გამოყენება შესაძლებელია ნეიროქირურგიული ოპერაციების ჩატარებისას, გინეკოლოგიაში და კარდიოქირურგიის დროსაც. მაგრამ მე კოლორექტალური ქირურგი გახლავართ და რობოტულ ქირურგიას ჩემთვის ყოველდღიურ პრაქტიკაში ვიყენებ. უკვე კოლორექტალური, ანუ სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის 100-ზე მეტი შემთხვევის სამკურნალოდ მივმართეთ მას. ამასთანავე ჩვენი კლინიკის მომსახურება შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელმა ქირურგიულმა საზოგადოებამ და მათ ჩვენს ცენტრს საუკეთესო მომსახურების სერტიფიკატი მიანიჭეს. ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც მსგავსი სერტიფიკატი შტატების გარეთ სხვა ქვეყანაშიც გაიცა. როდესაც მე რობოტის მეშვეობით ოპერაციას ვაკეთებ, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს პაციენტის სხეულში მოვხვდი მინიატურული ინსტრუმენტებით აღჭურვილი და იქ ვაწარმოებ ამ ქირურგიულ ჩარევას. ეს მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული ოპერაციაა. თავდაპირველად, როგორც იცით, მთელ მსოფლიოში ლაპარასკოპიულ ოპერაციებს ატარებდნენ. ლაპარასკოპიის დროს ჩვენ აი ასეთი ფართო მოძრაობების კეთება გვიწევდა. ხოლო რობოტით მუშაობისას ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ხელის მტევნები ვამოძრავოთ. ამასთანავე შეგვიძლია სხეულის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულს მივწვდეთ და უფრო დახვეწილი ოპერაცია ჩავატაროთ. ამ მეთოდის გამოყენებით სიმსივნის კერის მიგნება უფრო გვიადვილდება, ვიდრე ღია ქირურგიული ოპერაციის დროს. რობოტული ქირურგიის შემთხვევაში ქსოვილის დანახვა და გარჩევა უფრო ადვილად შეგვიძლია, რადგან ეკრანზე დეტალის გადიდებაა შესაძლებელი და არც სისხლდენა გვიშლის ამაში ხელს. რობოტული ქირურგიის საშუალებით უნაკლო ონკოლოგიური ოპერაციების ჩატარება გახდა შესაძლებელი. მას ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს ლაპარასკოპიულ და ღია ოპერაციებთან შედარებით. თქვენ იყენებთ და ვინჩის რობოტულ სისტემას, ეს იძლევა საშუალებას, რომ პაციენტს რთული კომპლექსური ოპერაციები ჩაუტარდეს მინიმალური ჩარევით. ნახეთ, რა ხდება ამ დროს. ტრადიციული ლაპარასკოპიული ოპერაციის დროს ქირურგი ფეხზე დგას, ხელით ლაპარასკოპიულ ინსტრუმენტებს მართავს და მონიტორზე უყურებს გამოსახულებას. თუ რა ხდება პაციენტის სხეულის შიგნით. დავინჩის რობოტული სისტემით ქირურგი კომფორტულად ზის, ხელებით სისტემას აკონტროლებს და გამოსახულებას ხედავს ძალიან დახვეწილი 3D ფორმატით. დასაწყისისთვის ქირურგი მცირე 5-8 მმ-იან განაკვეთებს აკეთებს იმისთვის, რომ ამ რობოტის ეგრეთ წოდებული მკლავები, ანუ შესაბამისი სამედიცინო ინსტრუმენტები სხეულის საოპერაციო ველში შევიდეს და იქ მოხდეს. სულ ასეთი 4 განაკვეთია საჭირო ძირითადად 3 რობოტის ხელებისთვის და 1 კამერისთვის. ამის შემდეგ ქირურგი ჯდება პაციენტისგან ოდნავ მოშორებით და უყურებს გამოსახულებას ეკრანზე. გამოსახულება ძალიან მაღალი ხარისხის არის და ძალიან კარგად გაირჩევა ფერები, სიღრმე და ყველა საჭირო ძალიან პატარა დეტალიც კი. ქირურგი ხელებს ამოძრავებს რობოტის სამართავ პულტთან და ეს მოძრაობები გარდაიქმნება ბრძანებებად, რომელსაც ასრულებს რობოტი. ამ პროცედურის დროს ქირურგი თითოეულ მოძრაობას ძალიან კარგად აკონტროლებს. ექიმის შესაბამისი ბრძანების გარეშე რობოტი უმცირეს მოძრაობასაც კი არ ახორციელებს. რა თქმა უნდა, ქირურგი ადამიანია და არასასურველი მოძრაობის გაკეთების შანსი ყოველთვის არსებობს, შეიძლება ელემენტარულად ადამიანს ხელი აუკანკალდეს, რობოტულ ქირურგიაში კი ეს უბრალოდ გამორიცხულია. ბატონოქთარ, ქირურგისთვის ტრადიციული ოპერაციის ჩატარება უფრო რთულია თუ რობოტული ოპერაციის? ცოდნა ჭირდება სპეციფიური ტრენინგი, რომ ეს ყველაფერი სწორად მართო, მაგრამ აი თქვენთვის რომელი უფრო ადვილი იყო, ჩვეულებრივი ლაპარასკოპიის გაკეთება თუ რობოტული ქირურგია? წარსულში მთლიანად ხსნიდით მუცლის ღრუს. მერე კი ვცდილობდით, რომ სიმსივნური წარმონაქმნი თავის ლიმფურ კვანძებთან ერთად ამოგვეღო. თუ ერთმანეთს შევადარებთ წარსულ დროს და დღევანდელობას, რობოტული ქირურგია უზრუნველყოფს უკეთეს ხედვას. მას გააჩნია კომპიუტერული სისტემა, რომელიც 16 ჯერ უკეთესად ხედავს, ვიდრე ადამიანის თვალი. შენ უკეთ შეგიძლია დაინახო, თუ სად მდებარეობს სიმსივნის კერა. უკეთ შეგიძლია ამოკვეთო ყველა ლიმფური კვანძი. შეგიძლია სისხლძარღვების გადაკეტვა უშუალოდ მათი დაზიანების წერტილში. შესაძლებელი ხდება ლიმფური კვანძების მთლიანად ამოღებაც.
როდესაც კოლორექტალურ სიმსივნეზე ვსაუბრობთ, საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ სწორი ნაწლავი მენჯის შუაში მდებარეობს. მამაკაცების მენჯი განსაკუთრებით ვიწროა. ამიტომ გვიწევს არა მხოლოდ სწორი ნაწლავის კედლის ამოკვეთა, არამედ მიმდებარე ქსოვილების ამოღებაც. ამის გაკეთება ძალიან ძნელია, თუ კი თქვენი პაციენტი კაცია. ქალ პაციენტებს უფრო ფართო მენჯის ღრუ გააჩნიათ. ამიტომაც ოპერაციული ჩარევის განხორციელება უფრო ადვილია. მამაკაცი პაციენტების შემთხვევაში რობოტულ ქირურგიას უკეთესი შედეგი მოხვდება. ასევე შესაძლებელი ხდება ნერვული დაბოლოებების გადარჩენა, რომლებიც პასუხს აგებენ სექსუალურ ფუნქციებზე. ჩვენ მთლიანი ნერვის დანახვა თვალით შეგვიძლია. ამიტომაც მისი გაფრთხილება და გადარჩენა უფრო ადვილია რობოტული ქირურგიისას. გადაცემის დასაწყისში ჩვენ ვახსენეთ, რომ კოლორექტალური კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა. შეიძლება ვნახოთ, როგორ ჩნდება კიბო ნაწლავის სანათურში, როგორ ვითარდება. ჩვენ მოვამზადეთ მულაჟი და თუ შეიძლება მაყურებელს რომ აუხსნათ მულაჟის საშუალებით კიბოს განვითარება და შესაბამისი ეტაპები. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ ის, რომ ფანტასტიკური დიზაინერები გყოლიათ. ეს შესანიშნავი მულაჟია. მართლა, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გაარჩიოთ. ეს გახლავთ მუცლის ღრუს კედელი. მას სამი განსხვავებული ფერის ფენა აქვს. აი ეს წარმონაქმნები კი სიმსივნის სტადიებს ასახავენ. ეს პირველი გახლავთ პოლიპი. პოლიპი წარმოიქმნება ლორწოვან გარსში. სიმსივნეების ყოველი მეხუთე შემთხვევა სათავეს პოლიპიდან იღებს. ამიტომაც თუ მას ამ სტადიაზე ამოვიცნობთ, მაშინ აი ამას პოლიპს მოვაშორებთ, რითაც სიმსივნის განვითარებას გადავურჩებით. იმიტომ რომ მას ჯერ არავითარი ლიმფური კვანძები არ გააჩნია. მომხედავთ? აი შეხედეთ, ესენია ლიმფური კვანძები. ეს კი აღნიშნავს მეტასტაზურ ლიმფურ კვანძებს. თუ სიმსივნე კედელში გააღწევს, მაშინ როგორც ხედავთ, ის აი ამ ლიმფურ სადინრებს გაყვება და ლიმფურ კვანძებამდე მივა. თუ სიმსივნეს მეტად გავრცელების საშუალებას მივცემთ, აი ხედავთ, ეს პირველი სტადიაა. მეორე, მესამე და მეოთხე. მაშინ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების წარმოშობის ალბათობაც უფრო გაიზრდება. განსაკუთრებით მეოთხე სტადიის სიმსივნისას. ჩვენი მიზანია სიმსივნეს პოლიპის სტადიაზე მივუსწროთ. ამიტომაც სწორი ნაწლავის გამოკვლევა პაციენტებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე პროცედურაა. მარტივია. პოულობ პოლიპს, მას აშორებ, სიმსივნეც აღარაა. თუ კი აი ამ ეტაპთან გექნება საქმე, ეს მეოთხე ძალიან დიდი ხიფათის მატარებელია. რადგან მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში ჩნდება. ამიტომაც თუ პაციენტს მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს, რომელიც მუცლის ღრუს კედელს გასცდება, ჩვენ მის სამკურნალოდ ზოგიერთ დამატებით საშუალებებსაც მივმართავთ. ქიმიოთერაპიას ან რადიაციულ დასხივებას ვიყენებთ. მსხვილ ნაწლავში კიბო ძალიან ხშირად აი ესეთი მცირე პოლიპის სახით იწყება. ეს პოლიპი შესაძლოა გახდეს კიბოს განვითარების წინაპირობა, თუ მას არ მივაქცევთ შესაბამის ყურადღებას. თუმცა მას არანაირი სიმპტომი არ აქვს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი კოლონოსკოპიის გაკეთება, გეგმიურად გამოკვლევა მსხვილი ნაწლავის. იმიტომ რომ ხშირად პაციენტები ბოლო სტადიამდე, აი აქამდე, ვიდრე არ დაემართებათ ნაწლავთა მწვავე გაუვალობა გართულებული სისხლდენებით, ვერ იგებენ თუ რა ხდება, რა პრობლემა აქვს და ხშირ შემთხვევაში მწვავედ ძალიან შორს წასულ ფორმას ნახულობს ქირურგი. ან როდესაც დაახლოებით აი ამ ტიპის, აი ამ ფორმების და ამ სტადიურობის გახლავთ სიმსივნე. ზუსტად აი აქედან აქამდე გავლა სჭირდება 5-8 წელი და შესაძლოა თქვენ ეს 5-8 წელი დაკარგოთ და ვერ აღმოაჩინოთ დროულად კიბო, თუ კი არ იტარებთ შესაბამისი დროით შესაბამის სკრინინგს, ანუ კოლონოსკოპიურ კვლევას. კოლონოსკოპია ეს არის სპეციალური აპარატული მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხდება მსხვილი ნაწლავის დათვალიერება. აი, როგორც გასტროსკოპია, ზონდის გადაყლაპოს რო ეძახიან ხოლმე, ამის მსგავსი პროცედურაა, უბრალოდ ხდება ამ დროს მსხვილი ნაწლავის დათვალიერება. ყველა 50 წელს გადაცილებულმა ადამიანმა უნდა ჩაეტაროს კოლონოსკოპიური გამოკვლევა. თუ პაციენტის ახლო ნათესავებს დედას, მამას სიმსივნე ჰქონდათ, მაშინ ჯობს, რომ კოლონოსკოპია 40 წლის ასაკიდან გაიგო. ყველაზე ხშირად აი ამ სტადიებიდან, რომელ სტადიაზე მოგმართავენ პაციენტები და რა ეტაპზე იყენებთ ხოლმე რობოტულ ქირურგიას. სწორი ნაწლავის 3 ნაწილისგან შედგება: მარჯვენა აღმავალი, მარცხენა დაღმავალი ნაწილი და სწორი ნაწლავი. თუ პაციენტს სიმსივნე მარჯვენა ნაწილში აქვს, მას შეიძლება ანემია განუვითარდეს. მარცხენა ნაწილის სიმსივნისას გაუვალობის სიმპტომები ჩნდება ხოლმე. სწორ ნაწლავში სიმსივნური წარმონაქმნის გაჩენის სიმპტომი შეიძლება რექტალური სისხლდენა გახდეს.
სამწუხაროდ ჩვენი პაციენტების დიდი ნაწილი, რომელსაც სწორი ნაწლავიდან სისხლდენა აქვს, ფიქრობს, რომ ბუასილი შირს და წამლებით ან თერაპევტული მეთოდებით განიკურნება. ამის გამო არ უნდათ ექიმთან მისვლა. არადა რექტალური ციფრული გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ. ბევრი პაციენტისთვის ეს არაკომფორტული პროცედურაა, მეტიც უხერხულიცაა. ამ დისკომფორტის გამო პაციენტების უმრავლესობას ექიმთან სიარული არ უყვარს. შედეგად კი უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მკურნალობა გვიწევს. რობოტული ქირურგიის გამოყენება სიმსივნის ნებისმიერ სტადიაზეა შესაძლებელი. მაგრამ როდესაც პაციენტს სიმსივნური პათოლოგია მეოთხე სტადიამდე განუვითარდა, მაშინ ის უკვე უტევს სხვა ორგანოებსაც, მაგალითად შარდის ბუშტს და საშვილოსნოს. ასეთ შემთხვევაში ამ ორგანოების ამოღება გვხდება ხოლმე. შეგვიძლია რობოტის მეშვეობით ოპერაცია სიმსივნის ნებისმიერ სტადიაზე ჩავატაროთ. როგორც ყველა დაავადების დროს, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, როგორც სტუმარმა აგვიხსნა, შეიძლება მარტივი პოლიპიდან მივიდეთ ძალიან მძიმე მეოთხე სტადიის სიმსივნემდე. სტადიურობის მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან მცირდება კეთილსაიმედო გამოსავალი. უკვე, როდესაც ორგანოს გარეთ ხდება სიმსივნის ზრდა, ანუ კიბოს მესამე მეოთხე სტადიის შემთხვევაში ძალიან მაღალი რისკია მეზობელ ორგანოებში ჩაზრდის, ლიმფური სისტემის გავრცელების, ღვიძლში მეტასტაზირების და ძალიან მძიმე მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს ორგანიზმი აი ამ ვერაგმა დაავადებამ. ძალიან კარგია და გადასარევია, რომ ყველა სტადიაზე შესაძლებელია რობოტული ქირურგიით სიმსივნის მოცილება, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ რაც უფრო დროულად აღმოვაჩენთ სიმსივნეს, ეს არის წინაპირობა გამოჯამრთელების და სრულფასოვანი ცხოვრების. თუ პაციენტს მეოთხე სტადიის სიმსივნური პათოლოგია აქვს, აი ასეთი, რომელიც ახლომდებარე ორგანოებში იჭრება, ამ შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვხდებით ოპერაციამდე გამოვიყენოთ დასხივების პროცედურები, რათა სიმსივნური პათოლოგიის ზომა შევამციროთ. აი აქამდე მესამე სტადიის ზომამდე დავიყვანოთ, როცა უფრო მარტივი ქირურგიული ჩარევა იქნება საკმარისი. ამიტომაც ქირურგები გავხდით წევრები ისეთი მულტიდისციპლინარული გუნდისა, სადაც გადაწყვეტილებას მხოლოდ ქირურგი აღარ იღებს. მკურნალობის სტრატეგიას ქირურგთან ერთად რადიოლოგი და ონკოლოგით შეიმუშავებენ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს, ძალიან საინტერესო ინფორმაციისთვის. ჩვენმა მაყურებელმა უკვე გაიგო, რომ არსებობს რობოტული ქირურგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის, იმიტომ რომ კოლორექტული სიმსივნეები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ხშირია და ძალიან კარგია, რომ არსებობს ასეთი ინოვაციები. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთ დღეს ეს დღე დადგება და საქართველოშიც გაკეთდება ეს ოპერაციები და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენი დათო გააკეთებს, ეს უშუალოდ მისი საქმე არის. ჩვენ სტუმარს კი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ასეთ საინტერესო და დამაიმედებელი ინფორმაციისთვის. ინტერნეტში ყოველდღიურად ვაწყდებით გაურკვეველი წარმომავლობის სტატიებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სხვადასხვა ყოველდღიური საგანი, მაგალითად დეოდორანტები, პლასმასის ჭურჭელი, იწვევენ კიბოს. გვინდა თუ არ გვინდა ეს ინფორმაცია გონებაში გველექება, გვამახსოვრდება და გვანერვიულებს. სანამ ამ ყველაფრის გამო პანიკას აყვებით, უყურეთ ექიმებს და გაიგეთ ეს ყველაფერი მითია თუ რეალობა. რა იწვევს სინამდვილეში კიბოს? ეს რეალურად არავინ არ იცის, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ კიბოს იწვევს ცვლილებები უჯრედის დნმ-ში, რაც ურთულესი პროცესია და ამ კითხვას პასუხით შესაბამისად კომპლექსური აქვს. ამიტომ მოდი იმაზე ვილაპარაკოთ, რაც მარტივია, რა არ იწვევს კიბოს. ოღონდ ჯერ სტუმარს ვთხოვოთ სტუდიაში და გავიგოთ, მან რა იცის ან რა არ იცის კიბოს შესახებ. მიესალმეთ მსახიობი მიშა ანდღულაძე. ჩვენ ტრადიციის შესახებ თუ გსმენია? კი, სვავთ წყალს და ვიღიმებით. აჰა, მაშინ მიირთვით, ბახმაროს წყალი ღიმილი შენზე იყოს. კი ბატონო. ძალიან გვიხარია მიშა შენი სტუმრობა. საინტერესო და სასიამოვნო ადამიანი ხარ, მოკლედ და მაყურებელს რო ძალიან უყვარხარ, ეხა ეს ჩემგან არ გჭირდება. ძალიან მიხარია, რომ დამპატიჟეთ როგორც იქნა. როგორც იქნა. მე მაქვს ექიმის დიპლომი, უბრალოდ აი შინაგანი ამბიციები ამ ტელევიზიაში ვერადავერი სოქენი გავშალე და და დადგა დრო რომ ამ რთულ საკითხზე სასაუბროთ, მოგვიწვიე შენ და შენი კომპეტენტური აზრი მოგვესმინე. ხო, არა ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ, რომ ონკოლოგი მოგვეწვია თუ შენ და ბოლოს შენსგან გადმოვიხარეთ, იმიტომ რომ ვიცით რომ კარგად ერკვევი ონკოლოგიაში. კი მე სტომატოლოგი ვარ პროფესიით, სიმართლე გითხრა. ონკოლოგ სტომატოლოგი. არა მართლა. მაგრამ ონკოლოგია მე მგონი არ არის თლათ ეხლა შორს ისე რომ ნუ ახლა რამდენადაც შორს. იმიტომ რომ შესაძლებელი არის მე ვიცი რომ მე-6 კვირის ან მე-8 კვირის ამოღებამ გამოიწვიოს სიმსივნე. აი ამი დაგიმტკიცეთ რომ მე დიპლომი ტყუილა. სულ მსახიობი რო არ იყავი. სულ მსახიობი არ ვიყავი. მიშა, მოკლედ ჩვენ წეგან ვამბობდით, რომ ინტერნეტში ძალიან ხშირად ვაწყდებით ის ინფორმაციას, რომ ესა თუ ის ნივთის საგანი ან პროდუქტი იწვევს სიმსივნეს.
დიახ. ადამიანები ამ ყველაფერს კითხულობენ და ძალიან წუხდებიან, ეშინიათ, უშდებათ არარაციონალური შიშები, ასე ვთქვათ. ჩვენ გავარკვევთ დღეს, შენ ხარ თუ არა კიბოსთან დაკავშირებული მითების მსხვერპლი. შენი აზრით ხარ? უფრო ექიმის და რეალურ რაღაცებს ვიჯერებ. რაც შეეხება სრულწმენებს ნაკლებად რა სისულელეა. მე ვფიქრობ, აუცნაური კაცია ის ექიმების ჯერა. თქვენნაირი ექიმების, ნასწავლი ექიმების და კომპლიმენტი ხა ტაშის გარეშე მინდა თუ შევიდო, არ გამოვა. შეკი გენდობით რომ ექიმების უფრო ჯერა ვიდრე მითების, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა შეგამოწმოთ. ექიმები ეჭვიანი ხალხი ვართ და ამიტომ სიტყვაზე ვერ გენდობით. ჩვენ მოგიმზადეთ ტესტი თავის სავარაუდო პასუხებით და ამ ტესტით გამოვავლენთ რამდენად კარგად ერკვევი ონკოლოგიაში და რამდენად ხარ მითების მსხვერპლი. მზად ხარ? კი ბატონო. მაშ ასე შეკითხვა ნომერი 1. შენი აზრით ტყუილია თუ მართალი, შემდეგი მოსაზრება. როდესაც ადამიანს ემართება კიბო, ეს ნიშნავს, რომ მის ოჯახში ვინმეს ეს დაავადება უკვე ქონდა აუცილებლად. არ არის აუცილებელი რომ ქონდა. შეიძლება საერთოდ არც არავის არ ქონდა და დაემართა. სწორია, მომზადებული მოსულა ეს კაცი გადაცემაში. პირველი კითხვისთვის? პირველი კითხვისთვის ნამდვილად კარგი პასუხია. გარკვეული გენეტიკური წინასარგანწყობა არსებობს სიმსივნურ დაავადებებში, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი, ვისაც აქვს სიმსივნე, მისი წინაპრებიც, მისი ოჯახის წევრები აუცილებლად იყვნენ დაავადებული სიმსივნით. სინამდვილეში კიბოს შემთხვევების მხოლოდ 5-10% არის დაკავშირებული გენეტიკასთან. დანარჩენ 90%-ში კიბოს საოჯახო ისტორიასთან კავშირი არ აქვს. პირველ შეკითხვას წარმატებით გაართვითავი, მე ვფიქრობ. მოდი შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. აქედან რომელი საკვებია დაკავშირებული მსხვილი ნაწლავის კიბოსთან შენი აზრით? რძის პროდუქტი, თევზეული და გადამუშავებული ხორცი. როგორც არის წეხვეული, სოსისები, ბეკონი და ასე შემდეგ. გადამუშავებული ხორცი ნახევრად ფაბრიკატი. მით უმეტეს 90-იან წლებში DSP-ს და ფიცრის სხვადასხვა საშენი მასალებისგან იყო წარმოქმნილი. წეხვეული გამოდიოდა ხოლმე და ნუ ის მონაგარი. სწორი პასუხი არის გადამუშავებული ხორცი. ადამიანები, რომლებიც ჰოთ-დოგებს, წეხვებს, სოსისებს მიირთმევენ, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ. მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან ზუსტად რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ეჭვობენ, რომ ეს არის ნიტრიტებთან დაკავშირებული, ეს არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც უმატებენ საკვებს, რათა ბაქტერიის გავრცელება თავიდან აირიდონ, ეგრეთ წოდებული კონსერვანტები. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ პროდუქტი დიდხანს იყოს ვარგისი, შესახედავათაც უკეთ გამოიყურებოდეს, მაგრამ მეცნიერებს აქვთ ესეთი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი იწვევს სიმსივნეს. მოდი მესამე და საბოლოო შეკითხვა, ეხლა მაინც ჩაგჭრათ იქნება. ტყუილია თუ მართალი რომ ალკოჰოლის ჭარბმოხმარებას კიბოს გამოწვევა შეუძლია? მე ვფიქრობ ტყუილია. ეს შენი სურვილია. მე ვფიქრობ ალკოჰოლი პირველ რიგში ღვიძლის პრობლემებს ქმნის. დიახ, ალკოჰოლი პირველ რიგში ქმნის ხოლმე ღვიძლის პრობლემებს, რომელიც ძალიან სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს ღვიძლის კიბოში. მოკლედ, ეხლა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მივიღოთ ასეთი, რომ სტუმარმა წააგო ამ კითხვაში. კი, მაგრამ საბოლოო ანგარიშით 2-1 მაინც გაიმარჯვა. კი ბატონო. მაყურებელს კი რო აუხსნათ, რაკავშირშია ერთმანეთთან ალკოჰოლი და სიმსივნური დაავადებები. ალკოჰოლი ღვიძლის, პირის ღრუს, მსხვილი ნაწლავის და ძუძუს კიბოს რისკებს ზრდის. მნიშვნელობა არ აქვს ლუცვამ, ღვინოს, ლიქიორს თუ ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია რამდენ სვამ. ანუ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება პირდაპირ კავშირშია სიმსივნური დაავადებების განვითარებასთან. ასე რომ მოერიდეთ ალკოჰოლს და მიიღეთ ის გონიერი რაოდენობით. და მზად ხარ თუ არა შენ თვითონ დაგვეხმარო ახლა დანარჩენი მითების მსხრევაში. კი ბატონო, სიამოვნებით დავამსხვრევ თქვენთან ერთად. ძალიან კარგი. ჩვენ ერთი ძალიან საინტერესო შეკითხვა მივიღეთ მაყურებლისგან და მოდით წავიკითხოთ. გამარჯობა ექიმებო, ძალიან მიყვარს ყავა და ყოველ დილით ვსვამ თითო ფინჯანს. მეგობარმა მითხრა, რომ კოფეინს კიბოს გამოწვევა შეუძლია და ძალიან შემეშინდა. ეს მართლა ასეა? მიშა, როგორ ფიქრობ, ეს მართლა ასეა? მე ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თუ უარყოფითად უპასუხებ, მაინც დალევენ და თუ დადებითად მაინც დალევენ და. და შენ როგორ ფიქრობ სინამდვილეში? გადაჭარბებული დოზა ნებისმიერი საკვების შეიძლება იყოს კიბოს გამოწვევა. ხო, მაგრამ ერთ ფინჯანზე იყო ლაპარაკი, ეს არა ნორმალური დოზაა. ფინჯანს თუ სწავს ყოველდღიურად, არ ამგონია რომ კიბო დაემართოს. მივიღოთ გადაწყვეტილება და ვაღიაროთ, რომ ყავა კიბოს არ იწვევს და ეს არის მითი. უფრო მეტიც კვლევები ამტკიცებენ, რომ ყავის მოყვარულებს 38%-ით ნაკლები რისკი აქვთ, რომ კერდის ან ენდომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანის კიბო დაემართოთ. ასე რომ ყავის ნამდვილად არ უნდა შეგეშინდეთ, მისი ზომიერი მოხმარება ნამდვილად სასარგებლოა. თუ გაგიგე ესეთი მოსაზრება მიშა, რომ ეს დეოდორანტები, ანტიპერსპირანტები წევს მკერდის კიბოს. კი, გამიგია. როგორ ფიქრობ, შეუძლია ამ ყველაფერს კიბოს გამოწვევა? ამგონია რომ კიბო გამოიწვევს ამან. მოდი ვნახოთ მაყურებელი რას ფიქრობს. თქვენი აზრით მითია თუ რეალობა, რომ დეოდორანტებს შეუძლია გამოიწვიოს კიბო? მაყურებელი თვლის, რომ ეს არის მითი და სინამდვილეში ეს არის მითი. ოჩა თქვენ დარგას, დეოდორანტები კიბოს არ იწვევს. არ არსებობს
არანაირი სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს საშუალებები ადამიანისთვის საშიშია და კიბოს რისკს ზრდის. სინამდვილე გახლავთ ის, რომ კვლევებს ეს არ დაუდასტურებიათ. მოსაზრებაა. ეს არის უბრალოდ რაღაცა სახალხო მოსაზრება. თუ მაინც და მაინც ძალიან ეშინია მაყურებელს ამ ანტიპერსპირანტების გამოყენება, შეუძლიათ ისეთ შეარჩიან, რომელიც ალუმინს არ შეიცავს, ასე რომ არც კიბო დაემართებათ და სხვებსაც არ შეაწუხებენ უსიამოვნოს უნი. კიდევ ერთი მითი, რაც ძალიან ხშირად გვსმენია და წაგვიკითხავს კიბოს შესახებ, ის არის, რომ საკვების გაცხელება აი ესეთ პლასტმასის კონტეინერებში, განსაკუთრებით მიკროტალღურ ღუმელებში, ხშირად სხვადასხვა ორგანოების კიბოს განვითარების რისკია. ეს სიმართლე ნამდვილად არ არის, მაგრამ არის ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა. მიკროტალღურ ღუმელში შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურად ამ ღუმელისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გამოყენება. აი მაგალითად მინის ჭურჭელი, ან ასევე პლასტმასის კონტეინერები, რომლებიც მოყვება მიკროტალღურ ღუმელს და ნამდვილად უსაფრთხოა მათი გამოყენება ამ ღუმელებში. თუმცა აი ესეთი ერთჯერადი კონტეინერები, რა თქმა უნდა, არ უნდა შევდოთ ღუმელში, იმიტომ რომ ისინი შეიძლება დადნეს, გამოყონ მავნე ნივთიერებები და საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობა. ყვების ობიექტებში თუ ყიდულობ მზა საკვებს, ძირითადად ამითი გვატანენ და თან გვიცხელებენ ხოლმე. ეს არ შეიძლება. შეიძლება კიბო არ დაგვემართოს, მაგრამ საზიანო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის და საკვების თვალთ ისეთი გემრიელი ვეღარ იყოს. მოკლედ მიშა, პატარ-პატარა მითები მივამსხვრიეთ. ჩვენ ეს ძალიან გვიყვარს ეს საქმიანობა, მითების მსხრევა და გავიგეთ ის, რომ ყველაფერი, რასაც ინტერნეტში წავიკითხავთ, არ არის სიმართლე, შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ ეს ფაქტები და ყველა თავს გაითრგუნავთ და გულს გაიხეთქავთ იმაზე ფიქრით, რომ ყავამ ანტიპერსპირანტმა ან რაიმე უსაფრთხო ნივთმა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა დაანგრიოს. ეს ასე ნამდვილად არ არის. სამაგეროდ ფრთხილად უნდა ვიყოთ ალკოჰოლთან დაკავშირებით, სოსისებთან ძეხვებთან და სხვა დამუშავებულ ხორცეულთან. ასევე აი ასეთი პლასტმასის კონტეინერები უნდა გამოვიყენოთ დანიშნულებისამებრ. მიშა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავი ჩვენი სტუმარი, იყავი ექსპერტი ონკოლოგიაში და საფუძვლო მითების მსხრევაში დაგვეხმარა. ექიმები კი ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის. რეკლამის შემდეგ ექიმებში. ცნობილი თურქი ექიმი და რობოტული ქირურგია მსხვილი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ. ეს არის ბოლო სიტყვა მედიცინაში. ხარ თუ არა მითების მსხვერპლი? რა არ იწვევს სიმსივნეს? რეკლამის შემდეგ ექიმებში. ხარ თუ არა მითების მსხვერპლი? რა არ იწვევს სიმსივნეს?